მე და ნინუსა ვეჯიბრებით. გატრია შეჭამო პექი. საკავიდე. ნინუს, რა გინდა? შენ გზაზე უნდა იარო, ჩემსაზე ნუ გადმოდი. შენ ვიოლი გზით წახვედი შენ გოლ. მე მამიჯე. დაკალი შეხმა მამიჯე. შეხადი შევა. ვაიცა. აი გავიჭედე. დოცხოვა. პარსა დაღარა დასასრალი. არის კაბაკადი. ნინუს დასასრალი. თურჯეროდი. ხახო 100,000 ლაიქზე უნდა ავიდეთ და ერედა გამომწერზე აბა თქვენიც აგვიყვანეთ მაგრამ თავარი ამბავია ნიკა ლებენძესთან და გიორგი გომიაშვილთან ერთად ვათამაშებთ პაემარს რადგანაც ძალიან კარგად წაიღო ოხ ჩემი კიო, კაი. თქვენთან ერთად პაემანი თამაშდება. კი მე მგონი თაზერო კლდეზე რო კიდივარ გირადაც მეწავარ. კაი. ვინ წავაო ის ნახე რა მუსუსია. გიო გირადაც მეწავარო. კაი მარიამ გაჯობე უკვე შო დაწყნარდი ნუ გამაწვალე ნასისხელა გამუშვი ბებერია და დამუშვე. შენ ხარ დონდლო ვერთო ჩემო ხა მივძვრები საათ შეხედეთ ეკალბარდებში ხალხო დავიღალე. აი მე დედა ეს სადვარ საწავიდე ბიჭო აღარ ხედავ საწავიდე ბიჯეს ეს პრაუშვი. ისე გულწრფელად ვის გულ შემატკივრობთ. ახლა გადმოყარა თავის ბოჩალას თვალები. მე ისეთი საყვარელი ვარ, ისეთი კარგი ვარ. შენ კიდევ ისეთი ბებერი. ეგ არავის. ნუ მირწყამ. აი ქვემოთ არ უნდა. ნიკა მირწყამს. იხრი თავში. ნიკა გადაირიე. იხლი რო დავარტყა. ნინუც. აუ. აი სახე ქონდა გამძვრალი და იცი რა მაგარი ხარ ახედი. თქვი? და შენ ჭიფრი რა მაგარია კლდეზე თქვი? შენ რო არ ყოფილიყავი მე აქამდე არ ავიდოდი. ანუ აი მუღამი მქონდა რომ ეხლა რას დავაფიქსირე, რა დავაფიქსირე, იცი ქვემოთ საერთოდ არ ჩამიხედავს. არც მე. იმიტომ ერთმანეთს ურტყავდით წიხლებს. ამიტომ გჭირდება ყველა საქმეში საიმედო პარტნიორი. გუგა ხო გახსოვთ? გუგა, მოგენატრე? ძალიან მოგენატრე და როგორ მოგვაგენთ აი თქვენ რა არის სადაც ესე მიტოვებულ კედელს ნახავთ საცოც ესე დავდივართ კედელ-კედელს. ეს კლდეები დიდი ხანია არის აქ? ეს კლდეები აი ბატონმა გუგამ მეც ეხმარებოდი. ანუ სადაც საცოცია ყველგან ამათი ნამუშევარია. და 2015 წელი იყო, მგონი თუ 16. იყო კი აქ რო გავაკეთეთ დავამატეთ საცოცი ბილიკები და ჩავატარეთ პირველი ფესტივალი ცოცვის. გუგა იქამდე დავიდე. არის აქაურობა. ანუ აქ არის სოფელი არშა, იქ არის სოფელი ფანშეტი რა და ჩვენ ვიფიქრეთ რომ არშა ფანტი. ფანშეტი ცოტა ისეთი უცხოელებისთვის გამოსათქმელი და დასამახსოვრებელი, არშა უფრო მარტივია და დავარქვით არშა. 5000 ლაიქზე ვალახებთ. 5000 ლაიქზე ბლარი მოიხსნება. ყაზბეგში ცოცვის კულტურა ყოველთვის იყო და თამსვლობა და ასე შემდეგ, მაგრამ აი მეკლდეურობა ადრე იყო გველეთში. და ბიჭებმა ამოიტანეს ეს მეკლდეურობა გველეთიდან და აგერ ძმაო, აგერ არშას კლდეებია, თავისი შტრიხ-კოდით, თავისი მარშრუტებით, თავისი საერთაშორისო სტანდარტებით, უსაფრთხოების და სირთულეებით, ხო? კაი, პირველად როდის გაკეთა და ვინ გააკეთა? ბიჭები დაგვეხმარნენ ძალიან ბევრი რა, ისე მარტო ხა მე და გუგა არ ყოფილვართ, მოხევები, არა მოხევები. ხო და აიცი რა მაინტერესებს ეს კულტურა ბოლო პერიოდში ძალიან წამოვიდა. აი ხა ამ ადგილზე მაგალითად ყოველ დღე ვიღაცა მოდის და ცოცავს, ან სულ ვიღაცა არის. უცხოელებიც, ქართველებიც, სტუმრებიც, ადგილობრივებიც. ხო. და ესეთი კიდე სად არის? ესეთი ყაზბეგში კიდე არის, გველეთში არის, ისაც გუგამ გააკეთა, ცდოში არის კიდე, ისაც ჩვენ გავაკეთეთ. რა კიდე სადა აქვს? და საქართველოს სად ბევრგანაა? სვერი ვიცით ძმაო ხა? სვერი ჭიათურა ნაორძეთი კაცხი.
კი ბატონო, კი, იმერეთში გვაქვს ძალიან მაგარი საცოცი რეგიონები, რაც ჩამოვთვალეთ. კიდე ქუთაისშიც გვაქვს გაკეთებული, ასევე არის სვანეთში, ბირთვიში, მესტიაში აზევით, ზღვისპირა, ბათუმთან არის ყვარიათის სარფში. ძევრი არის ესეთი პატარა ადგილი, იქ გვაქვს ჟინვალში გვაქვს გაკეთებული, ბორჯომშია გაკეთებული და ასე შემდეგ. ბევრგან არის მოკლედ რა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მაინც არის ყაზბეგი და ჭიათურა რა. ყაზბეგი და ჭიათურა. კაი, გოგოების თემა მორჩა, ეხა შენ და შენი მოწაფე ეჯიბრებით როგორც აღმოჩნდა. რავი, მომიგებს და. ნიკა რავი ხარის 14 წლის და რავი ერთი 7 წელია ცოცა. კაი, მოდი ეხა რო გავახუროთ. მე 7 წელი აღარ ცოცავ. ცოცვის თემა რო გავახუროთ რა. ახალგაზრდები უბერავენ ყაზბეგში? ახალგაზრდები ყაზბეგში, ეხა ახალი საცოცი კედელი გაკეთდა, ნუ ბუნებრივი კლდეებიც არის და დაახლოებით 70 ბავშვი დადის ცოცვაზე. ეხა ის უნდა ჩავატარო. რა ქვია, რა გვარი ხარ? ნიკა ქუშაშვილი. საცხოვრო. ყაზბეგში. რამდენი წლის ხარ? 15. რამდენი ხანია და ცოცავ? დაახლოებით 5 წელი. 5 წელი? 10 წლის იყო თუ სწორად იყო? რა პატარა იყო და ეხა მე და მარია მამაგეიშვილი ვიქნებით საჯევი, ვუყურებთ როგორ აცოცდებიან ძველი სკოლა old school ნიკალებანიძე და ახალი სამთო სკოლა. და GoPro და ის ჩართეთ. და პარალელურად ქარს ხედავთ უშავესი ღრუბელია შემოსული. ამინდი გვიფუჭდება. დრონი ჰაერშია ჩამოკიდებული და ბიჭების გარეშე დგას და იღებს და ბიჭები წავიდნენ. რატო არ მიდიხარ კაც? დაცვაში დგას ნიკო, პატარა ნიკო, რომელიც უნდა შეეჯიბროს წესით გიოს, მაგრამ ნიკა ლევანიძემ თქვა რომ კაიო, მოდი მე ვიქნებიო. ვინ გაიმარჯვებს? მასწავლებელი. გიო, ნიკა, კი, არ ვიცი ეგ, კი ჩართული. ნიკა მითხარი რა გზნობები გაქვს? გიო გაიმარჯვებს და დაძაბული ვარ მართლა. მართლა დაძაბული. კი, იმიტომ დიდი ხანი არ მიცუციო ძალიან. გინდა ჩაკეთოთ ისა? გიო, გამხნევება ჩახუტება გინდა? კი. ჯექი შემასე. 2 3 წავიდა! გამოიცილინოცა. გაიმარჯოს უძლიერეს. აი ხა ჩვენ დავაკომენტარებთ, მარიამ, მიდი დაიწყე. ვაი. ჯერჯერობით არის ძალიან თანაბარი ცოცვა. ნიკა ლევანიძე რამდენიმე მილიმეტრით უსწრებს გიორგი გომიაშვილს. პარალელურად მიდიან. ვიღაც რა შეგვახვიდრა. აგრა ხდება. შენ მარჯვენა ტრასა. შენ მარჯვენა. რომელია მაგრამ? ვიქით მოგადა. სადა. აგორ გადავა. პრაქტიკულად გიორგი გომიაშვილი უახლოვდება ფინიშს. ნიკა ლევანიძე ებრაუჭება რომელიღაცა ქვას, მაგრამ თან ვერ ებრაუჭება წესიერად და ქარბა ჩვენი მაგნეზიუმის ჩანთა. იმიტომ რომ მაგარი ქარი ამოვარდება, იმიტომ რომ მაგრა უნდა დაცხოს ახლა. ცოტა ხანში წვიმა მოუსწრებს ბიჭებს და იმედი მაქვს რომ და ჩვენი დრონი ებრძვის ქარს პარალელურ რეჟიმში. რო იცოდეთ რაზეა საუბარი, მაინც აი ეს არის უშავესი ღრუბელი. აქ არის ჩვენი დრონი, რომელიც ებრძვის ქარს. გიო, ბრავო! თამაშდება გიო! ჩემი აზრით დიდებმა პატარებს მოგვაგებინეთ. რამდენი მეტრია? 25. 25 მეტრი. აბა მითხარი როგორი გზნობაა გამარჯვების მერე? აი, გაჩნია ვისთან საწავალ პაივანზე. კაი, გიო, თქვი როგორი ადამიანს ეძებ? როგორი ადამიანი? ეხა სერიოზულად, როგორი ადამიანი გინდა შენს გვერდზე? მაღალი, ჩემზე მაღალი. გარეგნობით იწყე? აი, დავიჯერო იქხარო გარეგნობით არა, აფასე? პირველ რიგში ხასიათი უნდა გქონდეს. ადამიანი უნდა იყოს. და მე უნდა იყოს გიოზე მაღალი. მე გიოზე მაღალი უნდა იყოს. და როგორ ვათამაშებთ? მე ვერ მივხვდი. ნიკა რომ მეორედ მიდის, ნიკა მხარ მოიწ. კომენტარი, გინიკასაც უნდა პაემანზე წასო თქვენ გესმით რა შესაძლოა. მაგიტომ მიდის, იმიტომ ხეს მე რომ უნდა პაემანზე. წინა ცხოვრებაში უეჭველი სტამბულში ცხოვრობდით თქო. სტამბულის ბაზარზე ალბათ მოღვაწეობდი. ეთყობა ერთხელ გული გამიტეხეს და მე მივხვდი რომ ეგ საქმე ბიზნესად უნდა ვაქციო.
კაი, ჩაო, ნიკა ამასობაში ავიდა გადავყოთ. წავედით ნიკა ახლა ლებანიძე ჩვენ. უახლოვდება ფინიშს და მეორეჯერ ადის, რაც ძალიან ინტენსიურია, სხვათა შორის ასვლის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ერთხელ რო ახლა უკვე ქოშინებდა. მეორედ ახლა ხიალება, რთულია შესაბამისად ის თქვენ გაწონებთ თავს, ამიტომ დაწერეთ. რა მაგარი ხარ, ნიკა. ასევე შეგიძლიათ დაწეროთ ნინუცა, ყოჩახ. ბერს ვარჯიშობ და ყოჩახ, იმიტომ რომ მართლა ბერს ვარჯიშობ და თუ ვინმეს უნდა ჩემთან ერთად ვარჯიში, ყველას გამოგიგზავნით იმ პროგრამას, რითაც ვარჯიშობ მე დილაბით სახლში. და რეალურად ეხა შეხედე ამბავი რა არის, გვინდა გაგიკეთოთ ყაზბეგის ერთდღიანი თვიფი. პირველი უნდა გაჩერდეთ რუსოს ხეობაში და იქიდან დარიალის ხეობამდე სად უნდა გაჩერდე, რა უნდა ნახო, სად რა შეგიძლია გააკეთო, თავგადასავალიც იქნება სულიერებაც, ლამაზი ბუნებაც და გემრიელი საჭმელიც. ამიტომ გვიყურეთ. ვა, გასწორა. კი. ბოლომდე რა ვსულიყავი ჩამჩებოდა. ღრმად ჩავისუნთქოთ და მოვემზადოთ ახალი დღისთვის. დავიწყოთ. დიდი ხანია მინდა ჩემი ვარჯიშების ჩაწერა და მივხვდი რომ საკმაოდ რთული არის. უბრალოდ აი ტელეფონზე რო წორებ, თქვათ ისეთი არ გამოდის და წარმოიდგინე, როდესაც გაქვს ესეთი კამერა, სადაც შეგიძლია ყველა მოძრაობა აჩვენო და კონკრეტულად რომელი კუნთი უნდა დატვირთო. ძალიან სასაცილო დრო გამოიყურები თუ კი. სასაცილო არ? ცოტა სასაცილო ხარ. რა საკეთებ? ძალიან მაგარი გამოსახულება აქვს და Action 6, ხო? მინდა ვარჯიშები ჩავწერო. ჩაწერე. და შეხედე ძალიან მსუბუქი არის და მოქნილი ხარ რა ყველაზე რთულ მდგომარე. მაგარი კამერა არის. ყველაზე ნაკლებად ვარჯიშებზე გამოდგება ეს კამერა რა, ისეთი მაგარია. კი, მაგრამ რომ მიცოცხლო. ტრენას რეალი ცოცვა ხოხვა, მანქანა, ველოსპორტი, ავტოსპორტი, ცხენოსნობა, პარაგლაიდინგი, ყველაფერში აუ ყაზბეგში რო ეს ქონოდა, რას გადავიღებდით, ჩემ და შენ ცოცვას წარმოიდგინე. DJI Action 6 ვათამაშებთ და ვიღაცის გახდება. ეხლა მარიშკა ჩამოთქვის გათამაშების წესებს, ამიტომ ყურადღებით იყავით. წესი პირველი, გამოწერილი უნდა გქონდეთ ჩვენი YouTube არხი, წესი მეორე, გამოწერილი უნდა გქონდეთ Zoomer-ის Instagram გვერდი და ყველაზე მნიშვნელოვანი დააკომენტარეთ ამ ვლოგის ქვეშ მინდა DJI Action 6. თუ ძალიან გრძელია. ძალიან გრძელი. მინდა კამერა, ხო? მინდა, არა, მოიცა, მინდა Osmo, მინდა Osmo დააკომენტარეთ. ნახე, Action კამერებს არა აქვს ბევრს რა, მაგრამ ეხლა დაიწყეს. რა არის და აქ შეგიძლია შენ უცვალო თავები ამას რა, ლინზა არის. ძალიან კარგი მონაცემების მაგარი კამერა არის და რაც თავია ელემენტი ყოფნის დიდხანს. დაბადების დღეზე არაფერი არ გიჩუქებიათ ჩემთვის და ეხლა მეორე დაბადების დღე მოდის რას ფიქრობ? ორ საათი. ეს არის ჩვენი გამომწერის ნიკა. იმიტომ რომ რომელიღაცა დავიდეთ ჩვენი გამომწერის. ასკაზე. ასკაზე უნდა ავიდეთ. მარიშკას წესები გაითვალისწინეთ, ის რომ ყველაზე ბუზღუნა ადამიანს მსოფლიოში ეს კამერა ძალიან მოსწონს. ისიც გაითვალისწინეთ, ეს იგი მართლა ძალიან მაგარი კამერა და ჩემსავით შეგიძლიათ პილატესის დროს გამოიყენოთ და ასევე გაცილებით უფრო პრაქტიკულია თუ თხილამურებზე სრიალებთ და მოკლედ უფრო action კამერაა რა, სადაც ბევრი ქმედება. ძალიან მაგარი. კი. აბა წარმატებები და აგვიყვანეთ ჩვენ ასკაზე და Instagram page-ი Zoomer-ის 70-კაზე. გავაგრძელოთ ახლა ვლოგი.
ჩვენ გვინდა ხა განახოთ თუ დააპირებთ ყაზბეგში წამოსვლას, რა მარშრუტი უნდა გაიაროთ, რომ მაქსიმალურად ბევრი ყველაზე მაგარი ადგილები ნახოთ. ესაა ჩვენი პირველი გაჩერება, შემოდიხართ თრუსოს ხეობაში და ესაა ჩვენი კობიდან უნდა გადმოვიხრო. ხო. მანამდე გზაც ხო არ ვთქვათ. მანამდე რა ჩაოლობრივად ხევის გზა არის რა. ნიკას ყველაზე ცნობილი დრონები აქაა გადაღებული და ამ ადგილს ეძახის ხაჭაპურს. აუ ეს არის ერთ-ერთი ტოპ ადგილი რა. აი National Geographic-ზე რო გადის ხოლმე კადრები, ეგეთი ადგილი არის აქ რა. აი ესეთ ადგილებს ჩვენ გვაქვს აქ და ტიპები სხვაგან იღებენ. ანუ შეიძლება რომ აქაც გადაიყვან. თრუსოს ხეობა არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ხეობა რა. რადგან ყინორწვერი ხო ვულკანი არის, დავიწყო? კი. ანუ მძინარე ვულკანი არის ხო? აი გოცას გავლენა არის. და თრუსო არის ყინორწვერის ვულკანი, აქ ნასხეობა არის, იქეთ სპარტაკი არის მწვერვალი. ანუ და ამ ხეობაში ძალიან ბევრი მჟავე წყალი ამოდის და ესეთი გოგირდის შემცველი წყაროები არის რა. აი ხო ბუყბუყა ტბაც არის, ესე ვეძახი რა ქვია არ მახსოვს. აუ უძირო ტბაროა. უძიროს ხო, უძიროს ისე ყველა ალპურ სიმაღლეზე ტბა რო არის, ყველას უძიროს ეძახიან და ყველგან ხანხარი არის დამხჩვალი, ან ძროხა და ან რაღაცა დაკარგული და გამქრალი რა. ხო და პირველი ეს ტბა არის, შემდეგ ძალიან ლამაზი გზა არის, ეს ადგილიც ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი ადგილია და ულამაზესია და აქ ერთ-ერთი ხეობიდან ადიხარ აბანოა სოფელი ყელიწადის ტბაზე. სამწუხაროდ ყელის ტბა ოკუპირებული არის და იქ ვეღარ გადადიხარ, თუმცა ყელიწადის ტბაზე მოხვედრა მარტივი არის და ჩვენი ტერიტორია და ძალიან ლამაზია რა, არ ჭირდება რაღაც საშვი და ნებართვა და ასე შემდეგ. და რაც მთავარი, აქ არის ძალიან კარგი ხალხი მონასტერში დედათა და მამათა მონასტრები აშენდა რაღაცა 15 წლის წინ მე მგონი და იმის მერე აქ მოღვაწეობენ და გააცოცხლეს აქაური ხეობა. გააფრინა. ეს ახლა ძალიან ლეკუია ხო და ცოტა ხანში იქნება უზარმაზარი. ხო და უნდა მოეფერო და დაიმახსოვრ აქ რო ჩამხო დიდი რო დახტება გიცნოს. გიცნოს არა ის? დაიმაგრე რა. ხო, მოდი. არა ადეკვატურ ხმას რო უშვებ. არა, კარგია. რა ქვია შენ? ჰა? ლაკია გოგო ხა? რაო გოგო. რა ქვია? რა მაგარია? არა და გავფნახი რას გავს. არ გაკრას კბილი. რა კრას? რატო ხარ მაშინ ესეთ მოხუცი? მე მეშინია ზავი. იქ ხედი ვაიმე ჩავარდებით აქ ვაიმე ვინ უნდა გამკრა და რა უნდა გამკრა აქ გავკრაო. გაკრა. ტიტა. ბავშვია რას გოსახე. თრუსოს ხეობაში არის დედათა მონასტერი და ამ დედათა მონასტერს აქვს პატარა კაფე. და ამ კაფეში თუ მოხვალთ სრულიად უსასყიდლოა ყველაფერი, რასაც მიირთმევთ აქ და მე შენ კეთილს ინდისზე არის დამოკიდებული, შესაძლოა დატოვებ თუ არა. გამარჯობა. როგორ ხარ? შეიძლება ჩაგწეროთ. ვინც ხესარხი YouTube-დან და ორი დღე დირექტ. გამოწერილი მყავ და მესეჯიც მოწერილი მაქვს თქვენ. როდის? აი არ ვიცი, აი ხო ხედავ. და მე იცით რამდენი ხანია ვცდილობ თქვენთან ამოსვლას. ხო და იყავით თქვენ ამბასული აქ და მე თქვენ მესეჯი მოგწერეთ. და დარიალში რა იყავით თრუსოს ხეობაში და გვესწავლეთ და სულ უსმენთ თქვენს არხს ისე სვანეთში ბავშვები როთან რო იყავით გაახარეთ. ეგო, კაი არ გადამივა. თქვენი სახელი? მარიამი, მორჩილი მარიამი. მორჩილი მარიამი. ასე რომ მე თქვენი გამომწერი ვარ.
pay as much as you want. Okay, and how can we take it? კითხულობ როგორ შეგვიძლია გავიგეთო რომ რამდენსაც გვინდა იმდენს გადავიხდითო მე მგონი უკვე დაიბნა მაგრამ როგორ შეიძლება გავიტანოთო საჭმელი She will deliver. Okay. You can order she will deliver. And what do you have to drink? რა გაქვთ დასალევიო? Oranges. Orange juice? Can we have 6? მორჩილებმა აქ ინგლისური იციან. მოდი აბრას განახებთ. შეიძლება თქვენ აქ არ ხართ და ამ ზაფხულს ვერ ჩამოხვალთ, მაგრამ დახედეთ. იმასაც რომ ჩვენ ინსტაგრამზეც დავდებთ ამ ფოტოს, რომ რამდენი სურვილით გექნებათ, იმდენი დარიცხეთ. და ეხლა ძალიან მაგარი ამბები მაქვს მოსაყოლი. გარეთ გავიდეთ და მოგიყვებით. მამა იონას ურეკავს ამთვის, მაგრამ ხო იცი ამას დიდი თოვლი რო იყო და გზა ჩაიკეტა და ნუ რამდენი ხანია ვეხვეწები, მაგრამ მითხრა რომ მეო არაო რა ყოველს ხო იცი პირადი არჩევანი აქვს და მეო კამერის წინაშე ძალიან თავმდაბალია, მაგრამ აი აქ თუ ჩამოხვალთ რუსოს ხეობაში დამიჯერეთ, გაიცანით, იმიტომ რომ უმაგრესი ადამიანი და ფანტასტიკური, აი არ ჩემს წარუშლეში დაბეჭდილება დატოვა. თავად მის მონაყოლს მოგიყვებით, რომ ეს კაფის იდეა, იცი როგორ გაჩნდა? უწმინდესის ლოცავ-კირთხოვით გაკეთდა აქ მონასტერი დაიწყეს აღდგენა და რო დავიწყეთ აღდგენა, ხალხმა დაიწყო სიარული ტურისტებმაც და ტურისტებმა რო დაიწყეს სიარული, აქ არაფერი არ არის და რო გაწვიმდებოდა, გათავდებოდა. ყველა შედიოდა და ჩვენო წამოსულებიო იმისთვის, რომ რაღაცა უკაცრიელად მონასტრული წესით ვიცხოვროთ და უცბად რაღაც ტურისტების და ჩვენი ქრისტიანობა ეგ არის ხა ადამიანი რომ მოვა ხო არ გაუშვებთო და ესე გაგვიჩნდა იდეა რომ რაღაცა კაფე გაგვეკეთებინა ადამიანებს სადაც მოშივდებოდათ მივიდნენ მიირთმევენ წვიმა არა ძალიან კაი და ტურისტულად გარი ხო ანუ ეს ინდუსტრია რამდენს გადაიხდი რეგიონები სადაც საზღვრები არის ყველგან მონასტრები შენდება და ფაქტიურად აქ მაცხოვრებელი ბერები არიან მესაზღვრეები რა აქ არის ორი გზა ერთი არის მანქანით ორხიდიანი ტრანსპორტია საჭირო და მეორე ფეხით ასევე ცხენი კვადროციკლი რა ძალიან ბევრი ისეთი ტურისტული აქტივობა შეგვხვდა გზაში რა მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე ისეთი არის ნამდვილი არის ფეხით თუ წახვალთ რა ფეხით თუ შემოისეინებთ აქ ცოტა გრძელი გზა არის მაგრამ ძალიან საინტერესო და ლამაზი რა არასოდეს თქვენ ცხოვრებაში არ შეიჭრათ წინამო და წინამოს არ აყვეთ რომ აი ეს ლამაზად დადგება ანუ აი ეს არის მიზეზი რატომაც სვავ მაგნიუმ გლიცინატს ორ წელს ყოველთვის ძილის წინ იმიტომ რომ შფოთვითი აშლილობა დამმართა ეს ხო ძლივს გაიზარდა მაგრამ მაინც არ გაიზარდა და ეხა კიდევ აი ეს და აი ეს ვარ ყველა გადაღება ვარ ეს რასასაცილოდ გამოიყურები იცი? გაიზარდა. და ხალხო, მე ცალკე ნერვოზი და მეწყო, რომ ნინუცას პუწებს დავსდევ. მეც პარალელურ რეჟიმში მინდა ამბავი მოყვე კარგად. თან აი ეს მაგ. ვინც ჩამსავით ხართ, გამაგრდით, გაიზდება თმა. ადრე თუ გვინდა. არ გაიზარდა. დიოს გახედე, გეხოთ დროინით რო დგას და მიყურებს. რატო არ ჩდები? ესაა ერთ-ერთი მიტოვებული სოფელი თრუსოს ხეობაში. თავის დროზე ციხე ქალაქი იყო. დღეს უბრალოდ ნანგრევებია. აქ ცხოვრება რთული იქნებოდა. შენ ზამთარში ხო იცი სკიტორით რო ვერ მოვდიოდით აქ და ხალხი აქ ზამთარში ამ ციხეს იმაგრეებში ცხოვრობდა. ეს ისევ ადგილზეა. ანუ რაც არ უნდა ვუყო, ეს თავისუფლებაზე არის. აღარ ვებძი უკვე, მაგრამ ეგ კაი კითხვა დასვე მარიშკა. წარმოიდგინე აი აქ როგორ რა ხდებოდა, როგორ ან რა სჭამდნენ. იმარაგებდნენ ალბათ ზაფხულში საჭმელს და გაზაფხულზე. ვერ გახვალ, ვერ შემოხვალ, რო ჩაიკეტება ხეობა მორჩა. ხო და გოგირდის სუნია. თბილი წყლები კი ქონდათ.
ჩავიდეთ, მაინტერესებს როგორი. იცი რა არის? ერთი ფოტო მინდა. ძეგლი რა და იმაზე სიარული ვაფშე არ არის სწორი რა. არ შეიძლება? კი, არ შეიძლება რა წადი ვინგიშლის მოვა, მაგრამ შენ ამუზე იყოს. არ ვიცოდი რომ არ და ეს შეიძლება. როგორ უნდა დავლიოთ? ეს ნახე გასინჯვა თუ გინდა ზევით არის თავარი ისა წყარო და გამოდის რა ანუ ჩავლებიო შენ გადალიო რა წამონიკ მე არ მინდა მაგის დალევა გამოყვევი კადრისთვის რა გჭირს წამო და აქ კიდე აღსანიშნავია როგორც წესი ჩართულია როგორც წესი ეს გოგირდის წყლები რომ გამოდის ძირითადად არის უგემური და თბილი ხოლმე რა ყველას რატომაც გონია უნდა იყოს ცივი გაზიანი და ესეთ გემრიელი ამაზია ესე ხო? რასაკეთე რა, სასაცილოა? რა გინდა მაისურზე არ წაგისვი? ნახე რა ამაზე ნახატია. გაიბუდა, ბუტე, შერიგებასა, თუ შერიგებისა. არა მე ტანსაცმელი არ გაგიფუჭე. დაგიზოგე. შენ ტანსაცმელი. ქვას ავიღებ ხა? მეც ავიღებ, რა პრობლემაა? მართლა ქვას გესვრი. ჩემი საყვარელი მაიკა იყო. შენ ხა ბოღმა. გაგიფუჭე. ბებერო. ბებერი ვინა ეთყობა. მე გამხსარი ვარ და შენ ხარ ღიპიან. აი! რა სიტყვი ამ ყოველივეზე? მე რა უნდა ვთქვა, ვიდექი ჩემთვის თავზე წამისვა ნახე რა ვსგავარ. რას მისმედა? მე დავიწყე? მოვიცილე. ჯერ ხალხმა არ იცის. შეხედე? სათხარ მოსული და რატო გაქვს ისტერიკა? არა, მარიშკა მთავაზობს თავის ჭკუაში რაღაცა კარგს. მისი რაღაცა კარგი შედგება 1 2 3 4 მეოთხე სართულიდან რატომღაც ჯერ კიდევ რო ცოცხალი ვარ, უნდა ავიდე და გავქანდე, აი იქ რაღაცა იქით რო კლდეა და ჩავქანდე იქ და თურმე უნდა ვიყო ბედნიერი ამისგან და ვინც არა ვართ ბედნიერი, გვაცხოვრეთ. ეს არის სრულიად უსაფრთხო. აუცილებლად. უსაფრთხო არ ჩემ ნერვული და სისტემის. ძალიან მოგეწონება. მე მომეწონება მეოთხე სართულიდან გაფრენა? რატომ არიშკა? შიც ვსგავარ? შეხედე? აია, ფეხზე ვდგავარ, მიწაზე ვდგავარ, დავხვტივარ, არ ვეცემი. აი, თუ არ გინდა მე მინდა. არ მინდა. არ მინდა, შეხედე? არ მინდა. შეხედე, რაღაცა მე არ მინდა. შეიძლება ძალადობის მსხვერპლი ვიყო, ემოციური? 1050 მეტრი ყოფილა, ნინუს. სულ რაღაც. მოვკვდები. მიდიხარ რა პროსტა რა. მიდიხარ, გამომწერების ხათრით მიდიხარ. არსებობს. გამომწერების ხათრით მიდიხარ. საგაიხსნა? არა. ჩამოვიდნენ მთელი ჩემი ნათესაობა, რომელიც ხოდაშურს ძალიან ბევრია იმ ქვეყნად და ვეთყვი რომ აპატიეთ. ამას მე ვერ ვიზავ. არა. ბადრი. აი მოვციაზე რა პოდკასტი როგორ გიშა. აჰა, აი. კონსტიტუციაზე ავედი ჩემი ფეხებით და ჩემი ფეხებით ჩამოვედი. ეხლა ვართ ხევში და გერგეტის თავზე. აქ რა ხდება? ჯერ გაგვიცანა. გოგი ხუციშვილი, ყაზბეგი, სოფელი გერგეტიდან. ასეც. ცოტა სერიოზულია გოგო, არ ნიჩვენა. მაშინა ურდება. ასეთი სათამაშო მოვიგონეთ რა. რომელსაც ზიპლანი ქვია. ხო და ეს ზიპლანი არის ერთ-ერთი ჩემთვის, აი ყველგან ბევრი მინახავს რა, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი რა. კი, ზუსტად ხევის ბუნება ამ სილამაზის შემქმნელი და გვიწყობს ხელს. ზიპლაინს აქვს როგორც ქარი შემხედრი, ასე ქარი ზურგი. ეს ზურგის ქარია, მაგრამ ისრიალებს. და შესაბამისად უნდა ინსტრუქტორს მოусმინოს, დაუჯეროს და ცელკი გოგო ხო არ არის? ცოტა კია. ცოტა ცელკია. იმედია დაუჯერებს. შიში ხო იცი როგორია? კაი, დაუძო. ნინუცა! ხომ არის ასეთი გამონათქვამი. სადაც მარტო იმარჯვებ, იქ მარტო უნდა იქეებ. იცი რამდენი გამარჯვება. აი ახლა ზუსტად ეგ მომენტი გაქვთ, ესე რო გეშინიათ სიმაღლეს.
მარტო ჩასრიალდი და ქვემოთ მარტო მაინც არ იქნებით ჩვენი ინსტრუქტორი და ხვდებათ იქ. ერთად აღნიშნეთ იქ. დამიშველა. უნდა. სხვა გზა არ არის. დედას დამარტყავს გული მოუკვდები. ესეთი აღჭურვილობა გწნიათ? რა აღჭურვილობა? აბა ჩაგაცნოთ როგორ მოგიხდებათ ეგეც ვნახოთ. რობი ჩავარცვათობა. დაწახვედი. რობი მოვიტაცოთ ხო? მოხეური წეს ნაბადში და ნაბადით გავუშვი. და ზიპლაინზე რა გიშოვე? ნახეთ. ზიპლაინის რო ნაბადში ახვევი. აბა. რა გაკოჭავენ და ზიპლაინი. აგერ არის მარიამ ამაგეიშვილი ჩვენი. ისედაც ვეშვები, არავის არ უყვირს რომ მე ვეშვები. შენ ვის ხარეს ხარ? ჩემი თავის ისედაც კაცო. ხახო არ შეიძლება ძალადობა არის. მედანიკა პაიმანზე არ წავალ თვითონე. всё, ჩაიცი. მოდი გეხოჭებო იქ. მოდიო. დედას ვიცარ მე მართლა ძალით მიმათრევენ ამ ზიპლაინზე. რამე მიშველეთ ხალხო. მიდი. ახლა ეს ძალად. მიდი რა. აუ. ეხა ეს დგამს იმას დრამას. აი არ უნდა. გამგუდა ხალხო არ უნდა. ეხა მოკლა შენ ჩემტყვე. მარიშკა მყავს აყვანილი. მე ეხა მივდივარ მანქანაში. მე ეხა მანქანაში. კაი, დავაშვები მე და წადი შენ მანქანი, წადი. მოკლედ. ნინუცამ გადაგვაგდო. და მე და ნიკა ავდივართ. გიო უკვე დაეშვა. დრონს ააფრენს იქიდან დრონით გადაგვიღებს და მე და ნიკი დავეშვებით. მარტო არ გუშვები. გავიდა. მე ხო ვიცი რა მიჭირს და ეხა იმათთან გიშინე ამდენი ხალხი მეყურებს მეც ადამიანი ვარ ხმას კი არა ხო და მარტო რომ დავრჩი ChatGPT-ს ჩავწერე მეთქარე ეხა ზიპლაინს მაგრამ მეშინია მეთქი და შენ რამე მიშველა მეთქი და ну ხო გესმისო რეალურად აბსოლუტურად უსაფრთხო არისო ყველაზე რთული რაც იქნებაო არისო ბოლო წამიო იქ რო დადგებიო და ბოლო წამს რამენაერად გადააბიჯო არ დაიწყო ფიქრიო 1-2-3-ზე წადიო დახვჭე თვალები და მერე გაახილეო და რაღაც მეთოდებს გასწავლის თავი როგორ დაიმშვიდო და არ ვიცი რატო ვაკეთებ მაგრამ მინდა რო ვქნა როცა მე მინდა რო ვქნა მერე ვაკეთებ მაგრამ ჩათვალეთ რომ აი ჩემთვის რაცა სიკვდილის შიში აი პირდაპირ მაგას უყურებ თვალებში აი პირდაპირ მან შევდივარ წმინდის სტუმრებს ყველას ურჩევ აქ მოხვედრას. ოღონ მართლა. ძალიან სასიამოვნო შეგრძნება არის, აი ძალიან. და ნინუცომ ძალიან ბევრი დაკარგა უარი რო თქვა ამ სიამოვნებაზე რა. ძალიან ბევრი დაკარგა თან. ებო, დავაი ჩავიცვათ. დადგე. ნო. კაი, თავარია გული არ წამივიდეს გზად. ნინუცა მოდის? ვინ მოდის? ვინ მოდის ვაინტერესებს? ნინუცა რომ მოდის მაგრა გაასწორებს. მოკიდე ხელი და იგძენი სიმყარეო, რომ ძალიან მყარი არისო ეს ყველაფერიო. ვიგძენით რომ ძალიან მყარია.
თუ გული წამოვა ზედვე კიდები და ჩამომხსნით გულის წასვლად საშიში არ არის წასვლია გული ვინმე ეს ჯერ არავის არ გვეუბნებიან ესე იგი ნიმუცამოდის ანონიმის ამოდის და იქიდან რაც ით გადმოსეს უკვე შურიანი ადამიანის ვინმე ყავთ სამეგობროში იმე ჯინაზე მოდის და უნდა ჩვენ ხოლ თქვით ეგ რომ ჩამოვათ ხო ხა გაგწონიან მაგრამ ზედმა კიდია მილიონი კილო კი აი ჩემი ხედი ვახჩემი ჩქიმცოდვა აგია მეორე სართული სალამი ძმებს მოიცადე ახლა 1-2 წამი მაცადე ცელქი სილამაზე და თან შიშარა სილამაზე აი მე და ეხა მოიცადეთ ეხა უნდა ვისუნთქო ცოტა ხანი თქვენ რა გონიათ შენ აი მაბავ და მე ეგ არ მევასება როცა რაღაცას მაძალებენ ერთ წამით მაცადეთ ჩემით ამ კივიდან უნდა გადავარდე სულ რაღაც მეორე ჭამი მე ეს მე უნდა მოვკიდო მაგას ხელი ამას უბრალოდ უნდა მოვკიდო ძალით არ ეკიდები ამას მოიცა რაში ვაბივარ არა ჯერ არაფერი არ ქნა არა ჯერ არაფერი არ ქნა შეიძლება ცოტა გავხდე მართლშია ჩამოხტებ და ნელა უნდა გააკეთო და მე უნდა მქონდეს იმის საშუალება მე თვითონ ვაკეთო არა ჯერ არ გამიშვა არა იმიტომ მე თუ არ ვიქნები მზად უარესად გავხდები კაი ეხა ესე ვარ გადაგდება სალხალ გავში რატო გიჭერი ვარ რო არ წახვიდი ძალიან კაი აბა ეხა ვცადოთ ვარჯიში ნომერი 1 უნდა ისუნთქო მოიცა თვალები უნდა დავხუჭო რას ვკიდებ ხელს ხელი აქ ორივე ხელი მიკიდე აქ და კამერას დავიმჭერ აი აქ სადღაც იმდენი ხანი იწელება ეხა ეს ჩვენი საუბარი და კომუნიკაცია სტარტს და ფინიშ შორის რა უეჭოლი მინუცა არის და მაგრა აწვალებს ეხა ბავშვებს ზემოთ რა ბიჭებს რო დაუშვან ზიპლაინზე რა იქ რაღაცა წონა ჭირდება აღჭურვილობის შემოწმება ჭირდება და მთელი პროცესია მოკლედ რა კაი მოდი ხა შევეჩვევთ ამას ეხა ისინი დამიწყებდნენ ყვირილს და თქვენ კაი ხალხი ხართ მელოდებით აი კიდი ხარ ხო ხედავ ცოცხალი ხარ მე ცოტა მაღალზე დაეკიდები აწი ახლა უკან გზა აღარა გვაქვს ყველა ვარიანტში მივდივართ ესევე გუებით ხუჭავთ თვალს და ჯერ გახსნა კარები ეხა მე უნდა ეხა ჩვენ ერთად ვისუნთქოთ ეხა ქარი ჩადგება და წავიდეთ მომეცი ამასაც კარგად დავიმაგრებ თუ არ მინდა რომ აყირაოს ეს ქარი რო ჩადგეს ხო შეიძლება რამდენი წუთი გრძელდება სულ ესა ერთ წუთზე ვიკლავ ახლა თავს აი მე რა პიცია მოიცადე კაცო ეგრე მე ხო გითხარი როცა მე ვიტყვი მაშინ გავამზადებ ჩემ თავს აი და გაითიშო ახლა რას ფიქრობ მარიშკო მინუცო წამოვა გამომაზოთ შენ რას ფიქრობ წამოვა ეხა რომ ბადრი ჩამოვიდე ეხა რომ ბადრი ჩამოვიდე ვინ არის მინუცა ბოდიშ დრო ესე გავოდინებთ რა უბრალოდ მინდა და იმათთან ამას ვერ ვიზავდი და ისე რა ქვია ძალიან დატრიალება იცის ორივე ხელი რო გავუშვა მოგეწონება ტრიალი ეხა სიმაღლეს არ უყუროთ და რამდენიმე წამში შემილია გავახილო ხო გემრიელად ვზივარ თვალებს დავხუჭავ ეხა და ხელი არ მკრა გეტყვი როცა გამიშვა კაი ეს ისეთი არის რომ ხელის კროს მიპირებს და არა ვახშენი დედავატირე რომ ნახოთ რას უყურებ მე არ ჯერ არ გამიშვა რა გეხვეწები არ გამიშვა რა თუ როდ გახარ მანდ მაგაზეც ვიძაბები ესე ეს არის გზა საკამაოდ გრძელი აი იქამდე უნდა მივიდე თითქოს სუნთქვა დავიმორჩილე რაღაცა დონეზე ფეხები ეხა რომ დახედოთ კანკალებს და ალბათ პირველი წამი არის ყველაზე რთული რომ აი ამ თავისუფალ ვარდნას შეეჩვიო და დიდი სურვილია რომ გავიქცე აქიდან და დიდი სურვილია რომ გავაკეთო რაღაცნაირად უნდა დავხუჭო თვალი გადავიწერო პირჯვარი წავიდა ჯერჯერობით არ მეჩვენია
ნახეთ რა ხედი მაქვს. მერტო მადლობა. გავიგებო და ჩამოვხსნი ახლა და გამოვხსნი. მაგარი. აი და ხამილაჩი. აი 1% არ მჯეროდა რომ ვიზავდი და იქ გადავლახავდი შენ რო ხარ და მარიშკა კიდევ რაღაცნაირად თქვენი იმედი მაქვს რა და ეხლა განა თავიდანვე არ ვიცოდი რომ ვიზავდი просто მაინტერესებდა გულწრფელად მარტო შევძლებდი თუ არა ამის გაკეთებას და თქვენს უმეიმედებით ცოტა ვერ დავდივარ მადლობა გადაუხადი ადამიანს მადლობა არა ფიქს კარგად გაიხარ მადლობა დიდი მადლობა ავა გადამიღეთ რა მოდი გიო მოდი ეს ჩვენ რო შუახნის კრიზისი გვა გასაგებია და ეს ამარიფაჩი რაინად გაირი კრიზისი არ მაქვს შერო გაკრიზისი ბიჭო შერო გაკრიზისი ისახარ step by step guide შეიძლება guidebook-ი შეიძლება გააკეთო ისე რა ქვია რა ემართება კაცებს შუახნის კრიზისის დროს თუ მარტო სასტუმროში ჯდომა არ გინდათ და გართობა გინდათ აგერ დაგიდეთ შენიერი გეგმა მთელი დღე რა შეგიძლიათ აკეთოთ რა ვიცი ამდენი დავიწყალი შთაბეჭდილება ერთ დღეში რავი ფანტასტიკურია ამიტომ თუ არხი არ გაქვთ გამოწერილი გამოიწერეთ და რანცხა კომენტარი გვესროლეთ ეხა მოგეწონათ არ მოგეწონათ კარგები ვართ ცუდები ვართ რა ვიცი ძალიან დიდი მადლობა გამაგარი ბიჭი ხარ მადლობა რომ ისეთი წუთი გამიჩერდი და მელაპარაკე იმიტომ რომ მომეცი დრო რომ თავი ხელში ამეყვანა და გამიკეთებინა აუ GoPro როგორ არ დავიმაგრე ძალიან მაგარია რომ თავის თავზე მუშაობა შეგიძლია არა შენ ხარ დაჭერა მაიქ მოკეთე აი ფსიქოლოგი გამოვა შენგან ჩვენი გეგმა იცი რა არის ხედავ იმას აი იქ რო ღრუბელი არის მყინვარზე მაქანე უნდა ავიდე მე თუ მიმიღებს მთა მიგიღებს გაჩნია გიდადული იყო რა 263 ჯერა გიონა მყოფი მყინვარზე და ზუსტად მაგას აქვს მნიშვნელობა ესე პროფესიონალებს გაყვე მოეჭველი მიგიღე სექტემბერში მინდა მე სადორთავა გახსოვს წინაზე რა ვიყავით მამა იოსებს უთხრა რომ ჩემი შვილიც იოსებია მეტი და მაშინ მითხრა რომ ხატი არ მაქვს მაგრამ უნდა გაგაჩუქო და ეხლა რომ ჩამოვედი გამოვიტან დაგახვედრა ახსოვდა მართალი იოსები ღვთისმშობელი და იესო ქრისტე თელს საქართველოში ამ ადგილას ყოფნა ალბათ მამა იოსები ძალიან მიყვარს და მამა ილარიონი და ძალიან კარგად ვარ აქ ვარ, მაგრამ აქ არის ფანტასტიკური, ულამაზესი ზღაპრული ჯადოსნური და თან არის ძალიან გემრიელი კაფე. კაფეც გემრიელი აქ ხდეს ხეობა ძალიან მაგა. მე ვეძებ ბატონ ირაკლის. თუ მჯეროდეს რა მაგარი კაფე არის ნახე. ირაკლი, გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ახარ? როგორ ძანდი? როდის გახსენით რა მაგარი? მე 5 წელია უკვე მუშაობთ. მართლა მე მგონია რომ წელს გაიხსნა. მამების დამზადებული პროდუქტები არის, ხო? დიახ, ძირითადად. ძირითადად. თაფლი არის, მამაოების ყველი, ყველსაწარმოები თვითონ და ხორციც. ვიცი, ყველი იქ არის. ფერმ. როგორც ასეთი ბოსტნეული და სხვა პროდუქტები თბილისიდან ჩამოგვაქვს. აკე. ხო, ეგ მისაღები. აბა როგორ მოგწონს აქეთ? ძალიან კარგია, ჩემთვის თა არის, რასაც ვქია, ძალიან მიყვარს რა. თავისუფლებას გრძნობ აქეთ, ესე ვთქვათ და მე 15 წელია დავდივარ ისედაც რა მამაოსთან და მე ეს კაფეც ჩემი პროფესია არის, შევზარეული ვარ რა. ესე ვთქვათ, ეს კაფეც უკვე ავამუშავეთ მე 5 წელია და ფაქტიურად როგორც სახლი ისე ვგრძნობ თავს რა. კაი, ნახეთ ის მარშრუტი რა ხარ ჩვენ დავიწყეთ და გავიარეთ რუსოს ხოვებიდან, აი ეს ზიგზაგად რო ჩამოყვებით, იმიტომ რომ ზიგზაგური მარშრუტი იყო.
აქ შეგიძლიათ დაასრულოთ. აქ სრულდება საქართველო და იქიდან იწყება თქვენ კი იცით ვინც იწყება. ხო და აქ ვასრულებთ ჩვენს მოგზაურობას. და აი ისე რომ დაიღლებით როგორც ჩვენ დავიღალეთ, აი აქ შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესად და რას გოჭმა? მთელი დღის მშივრები ვართ და ძალიან მაგარი სუფრა გაგვიშალეს, აი შეხედე და ნიკალებანიძე იმის მაგივრად რომ ჩემთან ერთად მიირთვას. ეხა მოუწევს გადაღება ჩემი დეგუსტაციის. ამიტომ ნიკა ძვირფასო შეგიძლია იდგემა. ნიკა გააგდებს ეგრევე კამერას ხელიდან. გაბედოს გადასაღები არის. როგორ? საქმეში ხო ამბობ, საქმე მთავარია, საქმე პირველი. აბა ეხა. აბა. არა. დღეს ყველა არ ხო და მონასტერში ვარ და ჩანგალი დაიჭირე. არ გაჭმე ვარაფერს, გადი აქედან. მე მიცო სირცხვილია. ჩანგალი მომეც ჩანგალი. მართლა შეგარჭობ. დედა მომიკვდეს თუ გაპატიო სიცოცხლის ბოლომდე ეს რო ჩამიშალო. სიცოცხლის ბოლომდე არ გაპატიებ. იდექიმანთ არ გაბედო. მე ორივე დაგასწარით. პირველი უკვე ჩემი უნდა იყოსო და დაგასწარით. ვერ ვიტამამ ხალ. ყველაზე მაგრად რაზე მწყდება გული? რომ მამა იოსები ვერ გავაცან და ვერც მამა იონე ვერ ვაჩვენეთ ჩვენ 85,000 გამომწერს. ნუ ამ დროისთვის, თორე ეს რო გავა ალბათ 90-იც იქნება. და ჩამოვიდნენ და თვითონ მოიწე. ხო, მაგრამ იცი რა არის, ჩემი აზრით, კადრს მიღმა ჩვენ რო ეს ადამიანები ვნახეთ და რო ვისაუბრეთ, ჩვენ გვეტყობა რა როგორც ვართ და მიხვდებიან. აი თუ როგორი ადამიანებიც გავიცანით. გონიათ რომ სუფთა და ძალიან კარგი ადამიანები არ არსებობენ და ძალიან გონიერები და ძალიან დიდი მასშტაბის და დიდი შინაგანი სამყაროს მატარებლები არსებობენ. ხევში მგონია რომ იოსები რომ მახსოვს როგორი მოვიდა და ეხლა როგორია ხევის ეს მხარე, ხო? ძალიან დიდი ღვაწლია რა. მისი შრომის ძალიან დიდი შედეგია. ხო, შრომისაც და ავტორიტეტისაც და სახელისაც. ეს სახელი და ავტორიტეტი ეს ციდან ხო არ მოდის თავისით რა. დამსახურება უნდა ამას და მოპოვება უნდა და ამ ადამიანს აქვს. და კიდე უფრო დასაფასებელია მათ ყველაფერზე ლაპარაკი რომ არ უნდა და არ მოსწონს. ხო, ნუ შეიძლება გაგვიბრას და ჩვენ რომ გლაპარაკოთ. აი ტური გამოგივიდა ხევში, ხო? და ეს ადგილი მიყვარს ძალიან. იქ სადაც სრულდება ზიპლაინის ბიჭებიც მაგრები იყვნენ. ზიპლაინის ყველა ადამიანი ვინც ნახეთ, გზაზე ვინც გავიცანით და ვნახეთ. როგორც იყო. მართლა ძალიან კაი დღე იყო. გიო, მადლობა შენ. გიო, მადლობა რომ აქედან ხარ. გიო, რა კაი ქენი რომ აქ დაიბადე. თქვენ კიდევ. თქვენგანაც ძალიან ლამაზად იყო. მონასტერში ვართ ხალხო. მე მგონი სერიები დაბრუნდა ხალხო რომ არასოდეს არ ასრულებდნენ ვლოგებს და დაუსრულებელი იყო ყველაფერი ეგ ბრუნდება. დაწერეთ კომენტარებში თუ გგონიათ რომ იგივე ვლოგები ბრუნდება სადაც დასასრული არ გვაქვს. კიდე დაიწყეს. ნახვამდის. ამათი ხმა დაამითე გურო. არის მის ამათი ხმა. ნახვამდის. გამორთე გიო.